თან თბილისში, თან ნუცუბიძის ქუჩაზე მართლა სირცხვილია. თბილისი, ნუცუბიძის 25 ნომერი, ინდური სამზარეულო ვახ-ჯი ვახი. ორი სართული აქვს ამ კვების ობიექტს, პირველ სართულზე ჭურჭელს რეცხავენ, შემდეგ საკუჭნაოა და აქ მეორე სართულზე უკვე არის დარბაზი. ნახეთ გამწოვში აი როგორი შავი ტაოტი ჩამოდის, აი შეხედეთ როგორი წვეთა მიმდინარეობს. აქ არის გაწმენდილი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი გაბიდნულია ყველაფერი და სუნი არის აუტანელი. კედლები ნახეთ რა მდგომარეობაშია. პირდაპირ აი ამ სივრცეში მიმდინარეობს რაღაცაების მზადება და ნახეთ აი როგორი ჭუჭყი და სიბინძურია. ამას შეხედეთ, ამას შეხედეთ. ეს არის სამზარეულო. ჯაჭვები ნახეთ როგორი ჭუჭყიანი, არ ვიცი ეს რა იყო, რაღაცის სამოსის ნაგლეჯია და ამას ხმარობენ ტილოებად. ესეც მინდა ნახოთ, გაწუწული ნახეთ, როგორი ჭუჭყიანი და გაუბედურებულია. აქ არის მზაკერძები, ნახეთ, მზაკერძებია. ნახეთ, ეს სულ ახალია, თბილი არის, ჯერ ახალი გაკეთებულია. გადანაწილებულია და ცივდება სხვადასხვა კერძები. საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ყავთ. შეხედეთ, შინითაც რა ჭუჭყიანია. ეს ნახეთ. აგაცხელებული საჭმელი კი არა, აქ შედებული საჭმელიც კი ამაზრზენი და გულის ამრევია. ნახეთ როგორი მდგომარეობაა, ყველაფერი, ყველაფერზე შეხება მეზიზღება და მსურის აბსოლუტურად. აქაც იქნება სავარაუდოდ კი ბეტონო მზაკერძები არის. ნახევარი უკვე რეალიზებულია და კიდე ნახეთ რეალიზაცია მიმდინარეობს. აქაც კიდე რაღაცაები არის გამზადებული. ახლა კერძების დასახელება მე არ ვიცი, მე მარტო უყურებ იმას, რომ აქ არის საშინელი ანტისანიტარია. აქ ირეცხება პროდუქტები, ხელის დაბანაც აქ მიმდინარეობს და აქ ასეთ სიბინძურეში გული ამერია, მართლა ცუდად ვარ. ეს რა საშინელებაა. ნახეთ, ყველგან სადაც არ უნდა გაიხედო. გამწოვზე ნახეთ, რამდენი მტვერია, შეხედეთ, ეს რა მდგომარეობაშია, სანელებლები რა მდგომარეობაშია. საშინლად ცურავს ფეხი, იატაკი მოუწესრიგებელია. და არ ვიცი, რას უნდა მოკიდო, ხელი ყველგან არის ზიანტისანიტარია. ეს არის ერთადერთი მაცივარი, რომელსაც ვხედავ. ნახოთ, აქაც არის გამოყენებული ყველაფერზე აბსოლუტურად ეს მეორადი ისინია, ჭუჭელია მეორადი სათლებია გამოყენებული, აქ მზა პროდუქტებია ჩასხმული და აქ გასაცივებლად არის კიდე რაღაც, არ ვიცი, რაღაც კერძი არის, მაგრამ მაცივრის მდგომარეობა თქვენ თვითონ შეაფასეთ, ასეთი ბინძური მაცივარი ობიექტზე არ უნდა იყოს. მუშაობენ აქ ძირითადად ინდოეთის მოქალაქეები, სამზარეულოც ინდურია. ჩვენ ვართ საქართველოში, აქ მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობა და შესაბამისად უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც ემორჩილებიან და ზედმიწევნით მიყვებიან საქართველოს კანონებს. ჩვენ ხედავთ, რომ აქ უხეში დარღვევებია. თუმცა დარბაზე რა გითხრათ, შედარებით სუფთა, არ არის ნამდვილად ზედაპირები, აქ კი არის რაღაც ლაქები, მაგრამ ისეთი ლაქები, რომელიც ადვილად იწმინდება, სკამების მდგომარეობა ნორმალურია, იატაკი არ არის ჭუჭყიანი. აქედანაც კი კარგად ჩანს თუ რა ხდება სამზარეულოში. ნახეთ, უბინძურესი ნაგვის ყუთი, ნახეთ როგორი ჭუჭყიანია. ამას დაწვრილებით ყველაფერს უკვე ნახავდით მადონა კოიძის რეპორტაჟში. მე უბრალოდ გაჩვენებ თუ რას ხედავს სტუმარი. ეს არის ასევე ნახეთ როგორი დაობებული და ჭუჭყიანი კუთხეა, სადაც ხელი უნდა დაიბანო. მე ვერ ვხედავ ვერსად ხელსახოცებს, ანუ ვერ ვხედავ. ერთჯერადი ხელსახოცი უნდა იყოს, სარკი ჭუჭყიანია, რა გითხრათ, ძალიან ბევრი რაღაცა უცხო ნივთიდებს, გაუგებარი, არ ვიცი. მიუხედავად იმისა, რომ დარბაზში უხეში დარღვევები არ ჩანს, მაგრამ ეს სიკოხტავე, სისუფთავეც არ არის, ფაქტია, მაგრამ ყველაზე საგანგაშო, რა თქმა უნდა, არის ის, რაც ხდება სამზარეულოში. საერთოდ რაიმე თუ გაუგიათ სისუფთავეზე, ჰიგიენაზე არ ამგონია. ჩვენ ვართ დედაქალაქში, ნუცუბიძის 25 ნომერში და ეს არის ინდური სამზარეულოს რესტორანი.
ესეც არის მათი ტერიტორია, ეს გრძელდება იგივე ობიექტია, აქ რეცხავენ უკვე ჭურჭელს. ღრუბელიც ნახეთ რა მდგომარეობაშია, სამწუხაროდ ესეც არ არის სუფთა. და აიმე რა ვიპოვე, უფრო სწორად ვინ ვიპოვე. ზევით არ მიძებნია, იმდენად ჭუჭყი იყო, მაგრამ სადაც აქ არის, ინახეთ, ესე იგი ზევითაც იქნება. აი აქაც ნახეთ რა, აი ჭუჭელი რა მდგომარეობაში, შეხედეთ რა ჭუჭყიანი, ეს არის დარეცხილი ჭუჭელი და აი ტარაკნებიან იატაკზე დევს, მე ერთმანეთში იდება, მე ზევით ადის და მე ჩვეულებრივად მაგაში საჭმელს აკეთებენ და ნახოთ ეხლა აქაც მაცივარია კიდე არ ვიცი რამდენად მუშაობს, კი ბატონო მუშაობს მაცივარი ჩვეულებრივად, აქაც რაღაცა აი საკვები არის და აქ მაცივარი, აჰა, ნუ აქ თითქმის არაფერი არა, მაგრამ აქაურობა ყარს. თქვენ ვერ აგიღწეთ რა სუნია. აუ. და აყრულებული, თქვენ ვერ წარმოიდგეთ როგორი სუნია. დაობებული, გაუბედურებული პროდუქცია. ეს იყო სულ აქ საშინელი სუნი დადგა და ბოდის კიხთით მე აქ მუშაობა აღარ შემიძლია.